მოგესალმებით, დღეს საგაზაფხულო მონაგარი მინდა წარმოგიდგინოთ ჩემს არაჩვეულებრივ კოლეგებთან, ჩემს სტუმრებთან ერთად. მოგესალმებით, კაპიტან ლალი, კაპიტან ნია. გადავწყვიტე, რომ აი ეს თვე, ასე ვთქვათ, მარტის თვე და ერთი განსაკუთრებული გადაცემა დავუთმო ჩემს კოლეგებს და მშვენიერ ქალბატონებს. ჩვენ არ გაგვაჩნია მარტივი პროფესია, რთული პროფესიის ადამიანები ვართ, დიდი პასუხისმგებლობის მქონე, მაგრამ ამავდროულად ვფიქრობ, მედიცინაში ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანი პროფესია, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას და აქედან ვამბობ ხოლმე, რომ მცირეოდენი გართულებაც კი ამ მიმართულებით გაცილებით უფრო მტკივნეულია, რადგან ჩვენ ვართ უბედნიერესი ადამიანების ექიმები და სიცოცხლის მოლოდინში ვატარებთ, ვთქვათ, ჩვენი მოვალეობა და ფუნქცია ესაა. მე მინდა მოგესალმოთ პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში სტუმრობისთვის და მინდა ვისაუბრო თქვენზე, ორ არაჩვეულებრივ ადამიანზე, როგორც პროფესიონალებზე, მინდა თქვენ დამეხმაროთ ამ მიმართულებით და ამავდროულად ოჯახი და პროფესია. აი ამაზე მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ ქალის ძირითადი ფუნქცია მაინც მიმაჩნია, რომ რაც გაგინ წარმატებული არ უნდა იყოს ის, მაინც ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მესმის ხოლმე, რომ ის არის არაჩვეულებრივი დიასახლისი, არაჩვეულებრივი დედა, ჩემთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მაინც ქალის ფუნქცია ასე მგონია, რომ პირველი ესაა და მე და ყველაფერი დანარჩენი. კაპიტან ლალი, თქვენ პირველად ხართ ჩემს სტუდიაში და მოდი თქვენგან დავიწყებ, იმიტომ რომ აი თუ ვის და თქვენ შეგეხებათ ეს ჩემი ესე ვთქვათ წინა მონოლოგი. მე თვალყურს ვადევნებ თქვენს პროფესიულ საქმიანობას და მიხარია, რომ ძალიან ზედმიწევნით აქტიური ბრძანდებით ყველა მიმართულებით და მხარს უმშვენებთ ჩვენთვის კიდე ერთ არაჩვეულებრივ ჩვენ კოლეგას ბატონ რეზო სოლუხიას, რომელსაც აქედან მინდა მივესალმო და აი ყოველთვის მინდა რომ გამოვხატო მისმათ განსაკუთრებული სითბო, იმიტომ რომ რაღაცა უთბილესი, უტკბილესი, მაღალკვალიფიციური პროფესიონალი, რომელიც ყოველთვის მეგულება რომ ნებისმიერ დროს ის ყოველთვის მზადაა და ყოველთვის მისი პასუხი არის ისეთი, რომ იცი თაფლი და აპლოდ იღურება მასთან ურთიერთობა. ბედნიერი ხართ, რომ აი ესეთ ადამიანის გვერდით გიწევთ ცხოვრება და მე მინდა ახლა გითხრათ, როგორია აი თქვენი ვთქვათ კარიერული ცხოვრება, როგორ ვითარდებოდა, მე ვიცი თქვენ თოთ იძულებით მოგიწიათ თბილისში ცხოვრება, იმიტომ რომ თქვენ ძალიან წარმატებული ცხოვრება გქონდათ ასევე როგორც ბატონ რეზოს სოხუმში და აი როგორია თქვენი აი აქ თბილისური ცხოვრება, თბილისური კარიერა, ოჯახი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ძალიან რთული იყო. პირველ რიგში უღმესი მადლობა. იმიტომ რომ ჩემი ოჯახის ზოგადად ჩემი შეფასება, როდესაც რეზოთი იწყება, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე არანაირად არ მივეკუთვნები ფემინისტების რიგს, რაც არ უნდა რეალიზებული იყოს ქალი, ჩემთვის ნამდვილად პირველხარისხოვანია ოჯახი და ჩემი ოჯახის მამაკაცების, იმიტომ რომ ორი ბიჭის დედა ვარ, ამიტომ ჩემი კაცები, ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებია ჩემ ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, როცა კარიერაზე ვსაუბრობ და ჩვენ მიან გინეკოლოგების ოჯახი ვართ, რეზოს როლი ზოგადად ჩემ განვითარებაში უდიდესია. იმიტომ რომ თუ რაღაცა ჩემში იყო ჩადებული, მე უკვე ჩვენ შევღრუდით აქ, იმიტომ რომ მე სოხუმელი ვარ და უმირო იყო, მე ჯერ ვიყავ მესამე კურსზე მოსკოვის სამედიცინო აკადემიაში ვსწავლობდი და ომის მერე ჩამოვედი თბილისში და აქ შევღრუდით უკვე. თუმცა პირველი შეხება მქონდა ჯერ კიდევ სოხუმში, სადაც აი სანიტრული პრაქტიკა პირველი კურსის მერე სოხუმის სამშობიაროში მომიწია. და იქ შევხვდი პირველად რეზოს. ანუ ყველა იცნობდა, იმიტომ რომ სოხუმი პატარა არაჩვეულებრივი ქალაქია და იქ ყველას იცნობს, მაგრამ შენ ცოტა სხვა მიუხედავად იმისა, ჩვენი ოდნავ სხვაობა ასაკისა, სხვა თაობას მიეკუთვნებოდა და იმიტომ ეს იყო როგორც აი მიუწვდომელი წვრილრაგი, ყველას უყვარდა, ყველას მოსწონდა და სამშობიაროში როცა პირველად მივედი, ის პატივისცემა, ის გარემო ყველაფერს რო ისრუტავ ღრუბელივით რომ მოგწონს ეს სიტუაცია, მოგწონს როგორ ხდება და თან გაქვს უფრო თამამი შეხება ყველაფერთან, იმიტომ რომ მაინც შენი წრეა, შენი საახლობლოა და ყველა გეხმარება და ხელს გიწვევს. და მე უკვე აქ როცა ჩამოვედით ომის შემდეგ და მომიწია ერთად მუშაობა, რა თქმა უნდა, მთავარი ერთი რა განათლება გაქვს მიღებული და მეორეა, როდესაც ასეთი ბუმბერაზი ადამიანი ყავს გვერდში და მისგან სწავლობ ყველაფერს და მინდა გითხრათ, რომ ზოგადად განვითარებაში ის იყო თემის დაწყება, პედაგოგიური მოღვაწეობა, ყველაზე დიდი როლი ჩემ ცხოვრებაში მშობლების მერე რა თქმა უნდა რეზო მითამაშა, იმიტომ რომ ის იყო ის ბიძგი და რაც თავი პედაგოგი არ მახსოვს
საკითხი რომელიმე და ძალიან კომფორტულია ზოგადად როცა ოჯახი სულ მაინტერესებს რაზე ლაპარაკობენ ნეტა ოჯახში როცა სხვადასხვა პროფესიის ადამიანები რაღაცას მგონია რომ საერთო საქმე რო გაქვს ეს ოჯახსაც კრავს და ძალიან გვეხმარება ამიტომ პირიქით უღმესი მადლობა რომ ამ სიტყვებით დაიწყეთ იმიტომ რომ ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია რაც შეიძლება იყოს და რაც მთავარია ამ ჩემ კარიერულ განვითარებაში ჩემი მეუღლის და ოჯახის როლი ყველაზე დიდია საყდენია ყოველთვის თქვენთვის. ცალსახად ყველა კუთხით, აკადემიურით, ფიზიკურით, მორალურით, გამოცდილებით, აი ყველა ასპექტში ეს არის ის ადამიანი, ვისაც შეგიძლია თამამად დაეყნო ყველა ასპექტში. ძალიან დიდი მადლობა, ქალტონია. არ გყავთ ექიმი მეუღლე, მაგრამ მე ვიცი რომ თქვენს მოდი პროფესიაზე იმდენს ვლაპარაკოთ ხოლმე, ხა ოჯახებზე ველაპარაკოთ. არაჩვეულებრივად როდესაც მე პირველად თქვენი არსებობის შესახებ გავიგე, ყოველთვის ამბობდნენ რომ მარი ქალტონია, რომელსაც ყავს ისეთი შეყვარებული მეუღლე, რომ უქმნის ყველა პირობას იმისათვის, რომ იკაშკაშოს თავის კარიერულ გზაზე. იყო თუ არა ეს ასე? ეს ნამდვილად ასეა. ნამდვილად ასეა. ადამიანს მარტოს გაუჭირდება ცხოვრებაში გზის გაყვავა და წარმატების მიღწევა. აუცილებლად უნდა გყავდეს გვერდზე მდგომი, დამხმარე. ეს აუცილებელია ოჯახშიც და შენ საქმიანობაშიც. განსაკუთრებით ეს გვჭირდება ექიმებს. იმდენად რთული საქმიანობა გვაქვს ჩვენ და იმდენ გართულებებს ვებრძვით, რომ გვერდზე მდგომი აუცილებლად გვჭირდება. საყდენი. და იყო თქვენი ცხოვრების ჩემი ცხოვრების საყდენი. თუ კი რამეს მივაღწია ცხოვრებაში, ამაში ძალიან დიდი წვლილი ჩემი ოჯახის ყველა წევრს მიუძღვის. ჩემს დედას და დას, რომლებიც მეხმარებოდნენ შვილების გაზრდაში, თავდაუზოგავად მეხმარებოდნენ. ჩემს შვილებს, რომლებიც ისე სწავლობდნენ, რომ მე არ მაწუხებდნენ არაფრით. ჩემი ერთი შვილი ისე ჩაირიცხა ლონდონის ბიზნეს სკოლის მაგისტრატურაში. და მეორე შვილი ერთი და იმავე წელს ლონდონის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე, რომ ეს მხოლოდ ჩარიცხვის შემდეგ გავიგე. ეს როდის ბედნიერება, რა ვთქვა, აი ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. და განსაკუთრებული წვლილი ჩემს მეუღლეს მიუძღვის. მისთვის არ არსებობდა დღე და ღამე, ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. როცა იყო გამოძახება ღამე გართულებული შემთხვევების დასახმარებლად, არასოდეს ღამე მარტო არ გამიშვებდა. ყოველთვის მანქანით მიმაფრენდა, მე შევდიოდი ოპერაციაზე, ეს კაბინეტში არასოდეს არ ჩერდებოდა, კორიდორში იდგა და უყურებდა გზას, როდის გამოვიდოდი და რა სახით დაძლეული იქნა თუ არა გართულება და პაციენტი გადარჩა თუ არა. აი ვთქვათ, ამ შემთხვევაში ხავს ფიქრობ ხოლმე, რაზე საუბრობთ ხოლმე, როცა არაპროფესიონალი გმარიხავთ, გეკითხებათ, მე როგორ ხდება ხოლმე? კი, აუცილებლად. კი, აუცილებლად. ძალიან საინტერესოა ხო თავარი ადამიანი იყოს ეხა მეორე მაგას ლაპარაკობ რომ ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას რომ გეგულება ადამიანი რომელსაც დაეყრდნობი რომელსაც მიეყრდნობი ყოველთვის და ცხოვრებაში გაგიმაგრებს აი ამ გზას ძალიან მნიშვნელოვანია ნუ შვილებზე საერთოდ გაუცდი ახერხებ თუ არა ნია ეხა ესა ვიდრე ლალის დაუბრუნდები ქალტონ ლალის ახერხებ თუ არა დიასახლის სახლში დრო გრჩება ამისთვის კი რჩება ვახერხებ აი ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა სამსახურიდან დახვლილი რომ მოვა და ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა ახალ წელს ყოველთვის ხაჭაპური მე უნდა გამოვაცხო და საცივი მე უნდა გავაკეთო ყველას უყვარს ჩემი გამომცხარი ხაჭაპური და გაკეთებული საცივი აი მაგარი ყველაზე რთული საჭმელებია სხვა შეიძლება თუ გამოდის უკვე მაგარი და მეც ბედნიერი ვარ რომ ჩემ შვილებს უყვარს ჩემ მეუღლეს უყვარს და მე რაღაცა სიამოვნებას მათ ვანიჭებ ეს არის უდიდესი ბედნიერება. ქალტოლალი თქვენზე დადის ლეგენდები და სხვა შორის ეხა თიკოსის არც მითქვია გუშინ მირეკავს საღამოს ჩემი ერთი მეგობარი.
და მიშველეო მამა ყავს 90 წლამდე უკვე და უვლის თავზე ყვება ამ ადამიანს, მაგრამ ეს პერიოდულად ამოხუცებს ხოჩითაის თავისებურის და თვალი მოკრავ რომ პულსზე გადის გადაცემა, სადაც აკეთებს საჭმელებს. ეს არის ჯანმრთელობის ტელევიზიაო, ეძახის თურმე თავიშვილს და ეუბნება რომ აი იმ რესტორნიდან ვენდობენ მხოლოდ საჭმელს, სხვა სახში არ იყიდო. თქვენს კერძებს მე აი ტელევიზიიდან ვყურებ ხოლმე რაღაც ორიგინალურ რამეებს აკეთებთ. ახლა იმდენი წვდომა სოციალური ქსელებით სხვადასხვა ტექნოლოგიების მიყვარს რაღაცა ახალის მოძებნა. ვერ გეტყვით რომ სულ ამის დრო მაქვს, მაგრამ თუ მაქვს დრო ნამდვილად მანიჭებს სიამოვნებას. თუ ვისვენებ რაღაცა კერძის კეთებაში. ოღონდ მე მიყვარს ის რომ ცალსახად გამომივიდეს, იმიტომ ძალიან ვამარტივებ რეცეპტურას და მე გამოდის. თავარია თვითონ პროცესი, ურთიერთობა, სტუმრიანობა, უბრალოდ კერძის კეთება. აი, როდესაც რეზო ძალიან სტუმრიანი ადამიანია და იმიტომ ძალიან სიამოვნებს და სტევიარენ ჩვენ ბიჭები. ამიტომ მიყვარს, როცა ჩვენთან იყრიან თავს და ამის შესაძლებლობა მაქვს. ამიტომ ნამდვილად მოგწონს ეს პროცესი. სართულია თქვენ თანდათვირთული ხართ ამავდროულად. იცით რა, სწორი დროის მენეჯმენტი. როგორც მასწავლის მეუღლე, აქ ინტელექტუალურად მეფიზიკურად და რაღაცა ისე აბალანსი. ამიტომ განაწილება ყოველთვის შეიძლება. ახლა ვერანაირ გასაგებია, ახლა არის შესაძლებლობა, კეთება კი არა, ჯამის შესაძლებლობა არ გაქვს, მაგრამ გააჩნია სიტუაციას და ამიტომ ყოველთვის მოერგები, როდესაც სურვილი გაქვს და გინდა. ხო ჩვენ ხო ყოველ დროს აი ესო ვიძახი რომ ალბათ ცხოველის ყოფნა სახში ძალიან რთულია, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, უნდა მიაქციო ყურადღება. ზრუნვა ჭირდება ის როგორც ოჯახის წევრია, მაგრამ ხო ახერხებენ ადამიანები და ისეა თუ მოგწონს გიყვარს გააკეთე. მე მინდა გითხრათ, რომ ესე იგი ჩემ ცხოვრებას ვუყურებს ახლა რამდენი საათიან რეჟიმში მუშაობ, ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი სიამოვნება, როცა მე ვაკეთებ საჭმელს. და აი ამას ეხლა წესად შემოიღეს, რომ პარასკევს შაბათი კვირა არიან ჩემთან და უნდა ვაკეთო. ტარი რო ვიყო პარასკევს რომ მივდივარ სახში, ან ხუთ შეფოთდები ვიწყებ სადებას, რომ ეს რაღაც ნახევარ ფაბრიკატები მაქვს, რომ ჩემი შვილი გიჟდება ჩემ გაკეთებულ საჭმელებზე. ბებო, შენ გააკეთე, თუ მე მკითხავ რომ მე გავაკეთე, გიჟდება სრულიად და აქვს თავისი განსაკუთრებული კერძები, რომელსაც მე ვუკეთებ და რაც ყოველთვის თავისი ასახი გასატანებლადაც გამზადებული მაქვს, რომ კვირის განმავლობაში კონდეს და აი ხა ზუსტად წინა კვირას ვეუბნებოდი, რომ რო კითხონ, აი ყველაზე ბედნიერი პერიოდი, რაც რთული პერიოდი ხო გითხარით, რაც იყო და აი ყველაზე ბედნიერი პერიოდი, რაც მახსოვს აი ჩემ ცხოვრებაში არის ის, რომ შვილს რო დააპურებ შენი გაკეთებულით, რომ მოწონს და ჭამს და ხვეწნა არ გჭირდება, ყველაზე თქმულად მახსოვს ეს პერიოდები და ადამიანი მაშინ უკვე ყველა დაღლილობა მიდის და ახალი ენერგიით ივსები, იმიტომ რომ ეს ალბათ ყველა ქალის მნიშვნელოვანი ამბავია. ახლა მე დიდი გამოცდილი დიასახლისი ვერ ვარ, მეთქი ვამბობ, მაგრამ მათ ჩემი გაკეთებული მოსწონთ. ესე რომ რაღაცას მეც ვხლაფორტობ ხოლმე და ვცდილობ რომ ყოველ შემთხვევაში გემრიელად. სხვა შეს ვაგვარდები ხოლმე რომ საჭმლის კეთების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ლოცვით განწყობილებას. თუ სიკეთით ხარ და ის საყვარელი ადამიანებს ამზადებ, ყოველთვის გამოდის გემრიელი. არ იყო გამოცდილი დიასახლისი. განწყობა, ენერგეტიკა, როცა გიყვარს, მოსწონს, გიხარია ვისთვის აკეთებ, ხო კერძს ვიღაცისთვის აკეთებ. ამიტომ ეს განსაკუთრებულ სიამოვნებას. და კიდევ რა მინდა გითხრათ, ის აი მე ყოველთვის შეიძლება ვამბობ, რამდენიმე გადაცემაში დავაფიქსირე, რომ ეხლა რაღაც მოდაში შემოვიდა, რომ სახლები გავს მუზეუმს. შედიხარ ან გლოვოთია გამოძახებული, ანუ თქვა ყველაფერი აღნიშნვა ხდება და ერთეული ოჯახები ვიცი, სადაც დარჩა ტრადიციად, რომ სტუმარს იღებენ სახლში. ეს არის ყველაზე აი როგორ გითხრათ, აღმატებული ამბავი. ამას იაპონიაში ვიყავ მეთქი გითხარით და ესე იგი ყველა სტუმრობის დროს რომელიმე ერთი ოჯახი მასპინძლობს და აქაური ჯაიკას წარმომადგენლობა მეუბნება, რომ არ ყოფილა პრეცედენტი სახში რომ დაებოთ შეფინდო და ესო ახლა განსაკუთრებული ხდება თქვენ ცხოვრებაშიო და ეს ტრადიცია აი სახში სტუმრის მიღების რომ გააქრა რაღაცა დიდად არ მსიამოვნებს სიმართლე გითხრათ
ჩემთვის სახლი და ოჯახი აღიქმება აი შედიხარ უნდა იყოს სითბო და აუცილებლად მოდაში კი არ არის და გამწოვებია, მაგრამ საჭმლის სურნელი როცა რაღაც მგონია ცოცხალია გარემო, იქაც აი სამ დიასახლის ცოცხალია, ეს გარემო სულ არსებობს და ეს უნდა იყოს, ეხლა არ წარმომიდგენია მე რომ მუზეუმში ცხოვრობდე და ოხ რამდენჯერ მანქანაში გარებისას უცხელს მიშლის ხოლმე გლოვოს თან მეცოდებია რომ პულს აკეთებენ და შემოსავლენ, თან ვიცახი რომ იმის ხელი გახმა რომ შენ ამ დილაუთენია დაგრბენინებს და თავიშვილებს ხანდახან ომლეტებს უკვეთავე ხო წარმოგიდგენიათ? წარმოუდგენელი ამბავია. ყველაფერს უკვეთავენ, ყველაფერს. ხო, საოცრება ხდება, რაღაცა შეიცვალა ცხოვრების რიტმი, რაღაც ფასეულობები, რაღაცა ეს თან სამწუხაროა. ეხლა მინდა დაუბრუნდეთ მარტის თვეს. თქვენ რაღაც უცნაური დღესასწაულებია, ზოგს მიაჩნია, ზოგს არ მიაჩნია რამეთ. მე მიყვარს გაზაფხული, იმიტომ რომ გიждები რაღაც უცნაური მწვანეფერია ხოლმე, გავსდაით შეურყვნელი რაღაც ულამაზესი თბილი, აი ეს მწვანე მიყვარს ყველაზე მეტად და შეგვეთქვას აი ყველაზე მეტად აი ეს ეხლა გაქრა ეს გაზაფხული. ჩემ ბავშვობაში საანი გრძნობოდა ხოლმე და ეხლა რაღაც არეული ამიდებია და რაღაც მეჩვენება ხოლმე რომ რაღაც გაზაფხულმა რაღაც ნირი იცვალა. როგორია თქვენი გაზაფხული მარტის თვე, როგორ ხდებით ხოლმე ამ დღესასწაულებს უცნაურს ხან დაკანონებულს ხან არა, მაგრამ მაინც დღესასწაულებს. მაინც ვთვლი რომ 3 მარტი ძალიან კარგი დღესასწაულია, დედის დღე. ეს არის სიხარულის მომტანი ყველასთვის, ჩვენი ოჯახისთვის ყოველთვის. ყოველთვის აღნიშნავთ ამას. ძალიან სასიამოვნოა. შემდეგ ქალების დღესასწაული მოდის 8 მარტი. ესეც სასიამოვნოა, ჩვენი დღეა, ქალების დღეა და ვისიამოვნოთ ამ დღით. ყველამ უნდა ისიამოვნოს, არა გავდევნოთ. ძალიან ლამაზია თვითონ ქალაქი, როცა ესეთი გადაყვავილებულია ხოლმე. ყველა კუთხეში ლამაზი ყვავილებით რომ მართულია ქაურობა, ძალიან სასიამოვნო დღეა, რასაკვირველია. ქართულალი თქვენი? სიცოცხლის დასაწყისია გაზაფხული, ამიტომ მით უმეტეს ჩვენი პროფესიის კონტექსტში ძალიან უდგება ერთმანეთს და ეს მწვანე ყლორტები როცა ჩდება და შენ შეგიძლია თვალი ადევნო ხშირად არის ძველ სამსახურში პირდაპირ ფანჯრიდან ჩანდა ნუშის ხე და ისე მომწონდა რომ ვუყურებ ქალაქის ცენტრში იყო ეს სტაციონარ აფხაზეთი იქ მუშაობდით და როგორ იშლებოდა ყლორტები და ყოველ დღე ქონდა საშუალება გენახ როგორ იცვლება როგორ იღვიძებს ბუნება საოცარი შეგრძნება და ისეა გაზაფხული, ამიტომ ეს ყოველ რაღაც ახალის მომტანი, მოლოდინის, სიკეთის, განწყობის და ზოგადად დღესასწაული უნდა იყოს. ზოგი იძახის, რომ ხელოვნური დღესასწაული, ხელოვნური იქნება, ბუნებრივი. მით უმეტეს, როცა ასეთი კარგი სახელი ქვია დედის დღე, ქალთა დღე. გასაგებია, რომ ქალთა დღე ალბათ უნდა იყოს, მაგრამ ყოველთვის, მაგრამ მაინც სასიამოვნოა და ყოველთვის აი გაცილებით უფრო დადებით განწყობას გიწყობთ, როცა მიდიან მამაკაცები, ყვავილებით, ბავშვები, ცდილობენ რომ ბებიები მოინახულონ, დედები, ეს ხო ყოველთვის პოზიტივზე მეტყველებს და იმაზე რომ ვიღაცა ოჯახზე ზრუნავს, ვიღაცა თავის ახლობელზე. ამიტომ ყოველთვის ეს სიკეთის მომტანია ჩემი აზრით და ზოგადად გაზაფხულის განწყობა ასეთია აპრიორი. და განსაკუთრებით, როდესაც ჩემი შვილები ყოველთვის მილოცავენ დედის დღეს და ვარ უზომოდ ბედნიერი. ბედნიერება უზომოდ ბედნიერი. თქვენ ორივე მუშაობთ სამიანო გინეკოლოგიურ სტაციონარში. გაქვთ ხოლმე საშუალება იმისი, რომ თქვათ აი ამ დღეებში თქვენს პაციენტებს, ქალბატონებს, დედებს გაულამაზოთ ხოლმე ეს დღეები. გეძლებოთ ამის საშუალება? კი, გვეძლება, აუცილებლად. თუნდაც პატარა ღიმილით, პატარა ყვავილების დაიგულით. ულოცავთ ხოლმე? აუცილებლად. ულამაზად დღეს თქვენ რაღაცა. აუცილებლად, იმიტომ რომ განსაკუთრებით ნუ ახლა ღვთისმშობლები გამოირჩევა, რომ ჩვენ ეს ორსულთა პათოლოგიაც საკმაოდ დატვირთული გვაქვს და ამიტომ იქ სადაც დედა მოლოდინშია, განცდა აქვს, ღელავს, ნერვიულობს. პატარა ელემენტარული რაღაცით, არა მარტო თბილი სიტყვით, რაც ყოველდღიურად უნდა იყოს, მაგრამ ის პატარა პრეზენტით, რომელიც შეიძლება შენ მოულოცო ეს დღე, ყოველთვის
ცვლის განწყობას, აუცილებლად ქმნის იმედს. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანია აუცილებლად, როცა მით უმეტეს დედა განცდაშია და მოლოდინში, იმიტომ რომ ძალიან რთული შემთხვევებია, ხო, რამდენიმეჯერ წარუმატებელი მცდელობა ამორსულობის დადგომის ან რაღაცა უარყოფითი შედეგი წინა და შესაბამისად ეს ყოველთვის ქმნის დამატებით სტრესს, განცდას, დაძაბულობას და შენ თუ გაქვს შესაძლებლობა ეს მოხსნა, აუცილებლად ამას ვაკეთებთ, აუცილებლად. მე სულ მინდა მაგალითად მოვიყვანო, არ არის დიდი ხანი და უკვე თითქმის 1 წელია, რაც აქტიურად დავიწყებ მშობელთა სკოლის ფუნქციონირება და ჩვენთვის ეს გახდა როგორც სოციალური პროექტი, იმიტომ რომ კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ, რომ ეს მშობელთა სკოლა იყოს ფასიანი. მაინც ეს ელემენტარული, რაც შეგვიძლია ექიმებს გავაკეთოთ და ამას უდუშაურში ცალსახად ვაკეთებთ, არის აბსოლუტურად უფასო, გვაქვს ძალიან საინტერესო სემინარები და მომწონს, როცა მოდიან წყვილები. მომწონს, როცა თან ვერ გეტყვით, მაინც სპეციფიური ჯგუფია, ვინც მე ვამბობ სუფთა სოციალურ და მსოფლმხედველობით, ვინც დადის მშობელთა სკოლაში. ახალგაზრდები არიან მოტივირებული, რო ვხედავ ამ ახალგაზრდა ბიჭებს, ვისაც უნდა ამის სწავლა და სწავლებ, ვისაც აქვს სურვილი და როგორ თან დგებიან ამ თავის მეუღლებს, ბლოკნოტებს რო ურიგებ და იქ როგორ იწერენ სემინარივით, რა უნდა გააკეთონ, რის შემდეგ, რამდენი კითხვა ებადებათ. აი ისე მიხარია, რომ ასეთი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, ოღონდ ეს არ არის მარტო იზოლირებულად რაღაცა დღესასწაულებზე, ამას მიიღო მუდმივი ხასიათი და თვეში ერთხელ აუცილებლად გვაქვს ციკლი, ვწერთ ჩვენ ორსულებს და მინდა გითხრათ, რომ არა მარტო ჩვენს, ვინაიდან თბილისის მასშტაბით უკვე ჩვენი მშობელთა სკოლის გამოშვებული ძალიან დიდი ნაკადია სხვადასხვა კლინიკის პაციენტები, ალბათ აქვს ამას მნიშვნელობა და მიმაჩნია, რომ ჩვენგან დამოკიდებული რაც არის, ჩვენზე დამოკიდებული, ანუ ექიმებზე და რაც შეგვიძლია ჩვენით ელემენტარული ცოდნა გაუზიაროთ და ვაჩვქოთ, ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამას ვაკეთებთ ისე არც შემიძლია რას ნიშნავს უანგარო. ეს უნდა იყოს ჩემი აზრით უფასო, იმისთვის რომ გქონდეს წდომა ელემენტარული განათლების მისაღებად და უშიშრად და მშვიდობით მივიდნენ იმ საბოლოო წერტილამდე, იმიტომ რომ იმდენად საინტერესოა მუშაობა სულ სხვა ასპექტში. ერთია, როცა შენ ხარ მიღებაზე, ღებულობ პაციენტს ქალთა კონსულტაციაში. მეორეა, როცა ასე თამამად მოდიან, წამოგორდებიან იმ სავარძლებში და ისეთ შვიდ გარემოში, იმიტომ თავიდან მოდიან, მართლა გვიგონება, რომ სკოლაში მოვიდნენ და მერე ისე თავისუფლებიან, იმდენ კითხვას სვამენ. ისეთი შეიძლება, იმიტომ რომ იქ არ არსებობს კითხვა, რომელიც უხერხულია, ხო? ყველა კითხვა არის აბსოლუტურად დასაშვები. ვემუდებით, რომ კითხვი ამ ჩვენ ღონისძიებას მშობელთა სკოლა, მაგრამ არანაირ კავშირში ეს პედაგოგიკასთან არ არის. თქვენ ხართ შვიდად იმ გარემოში, სადაც უნდა დასვათ ნებისმიერი კითხვა და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა ტიპტიპად ძალიან მომწონს აი ეს შესაძლებლობა და ამას ნამდვილად ვთვლი, რომ სწორია, რომ ვჩუქნით თუ ასე მე მგონია, რომ ეს ჩვენი მოვალეობაა და არ შემიძლია, მაგრამ აღითქვამენ როგორც საჩუქრს და ესეც მიხარია თუ ასე შეგვიძლია ჩვენი თავის წარმოქმნა, იმიტომ რომ ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. ჩვენზე დამოკიდებულს შეიძლება დიდი და გრანდიოზული არ იყოს, მაგრამ ის გამოსაშვები დღე, როდესაც არის და გადავცემთ ამ მომავალი მშობლების სიგელებს და რაღაცა პატარა სულ არაჩვეულებრივი აქტივობაა და ყველა ექიმი ასე ფიქრობდეს, რა ბედნიერი ვიქნებოდი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან აქტიურად ვართ თამაში ჩართული და გვეხმარებიან და ნამდვილად ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ეს ჩვენი საყურებენ ხოლმე, რომ თქვენ კი გონიათ, რომ ეს სკოლები მუშაობს, ხო სავალდებულო გავხადეთ ეს მშობელთა სკოლების მუშაობა და მეუბნებია, რომ თქვენ კი გონიათ, რომ მაგრამ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ვერანაირად ვერ ვიტყვი, რომ ეს ფორმალურია, თუ ერთხელ აი ვინმე ნახავს ჩვენ Facebook-ს გვერდზე კი არის, უდუშაურს Facebook-ს გვერდზე რაღაც ამონარიდები, მაგრამ ფაქტია, რომ სიამოვნებით მოდიან, როგორ ეს არაჩვეულებრივი და ძალიან თბილი გარემოა. ჯერ ერთმანეთს კონტაქტებს უზიარებენ, გამოცდილებას, ვინც კატეგორიულად ვეუბნებით, რომ არ აქვს მნიშვნელობა თქვენ სადაპირებთ მშობიარობას, იმიტომ ჩვენთან მთელი ქალაქის მასშტაბით მოდიან გოგოები თავის მეუღლებთან ერთად და ძალიან დიდი ბედნიერებაა. მე სიმართლე გითხრათ, ეხლა თქვენგან მესმის ეს პირველად, რომ ჩვენ რაც დავიწყეთ და უბრალოდ იმან თვითონ ყველანაირი ზედმეტი რეკლამის გარეშე სადმე ამით არ გამოსულოთ, მაგრამ შესაძლებლობა ძალიან საინტერესოა და გავაკეთეთ, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ასე სწორი და აუცილებელი. ჩვენი მხრივ რაღაცა გავაკეთოთ, რომ შეუმსუბუქოთ განცდა, განწყობა, მოვამზადოთ, იმიტომ რომ ეს პანიკა
პანიკური შეტევები, რასაც ორსულ ქალს განსაკუთრებით პირველ ორსულობაში, შიში, ამ შიში გამოწვეული უამრავი მერე სხვა გართულება, არასწორი გადაწყვეტილება, რასაც ღებულობენ იგივე მშობიარობასთან მიმართებაში და გონიათ, რომ ქირურგიული ჩარევა გაცილებით უფრო მარტივია. უხსნით, იმიტომ რომ არ ყოფნით ის ცოდნა, რაც აუცილებელია და უხსნით რა სხვაობაა, რატო ჯობია, რატო შექმნა ღმერთმა ეს ფიზიოლოგიური მშობიარობა და ბუნება რატო განვითარდება ისე და ამიტომ კარგია თუ გიჯერებენ ამას. ესე იგი ძალიან დიდი ბედნიერებაა, ძალიან მიხარია ამის მოსმენა. მე ერთ შემიძლია შემოგთავაზოთ თქვენ გაეროს მოსახლეობის ფონდმა დაგუბეჭდა არაჩვეულებრივი მშობელთა სკოლის წიგნი. გვაქვს ელექტრონული ვერსიაც და 10,000 ეგზემპლარი დაბეჭდილი და გაჩვენებთ აუცილებლად რომ და იქ ჯგუფების მუშაობის დროს ახლა იმდენი არ არის რომ ყველას გავატაროთ ალბათ თუ ფიქრობ რომ მაღალმთიან რეგიონის გავატანო სახში თქო რადგან ისინი ალბათ ესე ხშირად კონტაქტში არ არიან ექიმებთან მაგრამ მე ელექტრონული ვერსიაც გვაქვს და ის ახლა შეგიძლიათ სლაიდები ესე გამოიყენოთ და ყველა ერთ ენაზე ვილაპარაკებთ რაც ყველაზე მთავარია ეხლა ამ ბოლო პერიოდში რაც ჩამოვედი მას შემდეგ ვფიქრობ რომ რა არა გვაქვს ჩვენ და რა არის აუცილებლად გასაკეთებელი ეს იგი ცალკე განყოფილება აქვს ყველა სამშობიარო სახლს იაპონიაში როდესაც ქალბატონი ცხოვრობს სადმე შორს იქაც პირველ მეორე მესამე დონეთაა დაყოფილი პერინატალური სისტემა მაგრამ პირველ დონეზე მშობიარობას იღებს ბებიაქალი მაგრამ თუ ბებიაქალი მეთვალყურეობის დროს გრძნობს რომ ეს ქალი რისკის ორსულია ამ შემთხვევაში თავის საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით უნდა ტოკიოს რაღაც მეორე ადგილს ხოთ მოშორებელ ბულბანში ცხოვრობდეს მას უფლება აქვს მშობიარობამდე ერთი კვირა 10 დღით ადრე განთავსდეს სპეციალურ განყოფილებაში რომელსაც ქვია წინა სამშობიარო ასე ვთქვათ განყოფილება ანუ იქ არის სახელმწიფო ანაზღაურებს ამას 10 დღე ქალბატონი წევს ამ გარემოში ფსიქოლოგიურ სტრესებსაც იხსნის, იმიტომ რომ იქ მუდმივ კომუნიკაციაშია, მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და ყოველთვის გვეუბნებიან, რომ აი ასეთი ქალბატონების თუნდაც ძალიან სარისკო მდგომარეობები თავდება არაჩვეულებრივი გამოსავლით. ისეთი კარგი განყოფილება იყო, ესე იგი ჩემთვის შოკის მომგვრელი ბევრჯერ ყველა ჯერზე ვარ ხოლმე სამშობიარო სახლში, მაგრამ ეხლა რაღაც განსაკუთრებული აქცენტით გაგვატარეს და მიექცია ჩემი ყურადღება ამან, რომ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი. მით უმეტეს ჩვენ ეხლა თბილისში რეგიონებიდან ჩემოდის, თქვათ იგივე თუ გავაყოლებთ ეხლა მცხეთათიანის რეგიონში საერთოდ დიდი დეფიციტია სამშობიარო სახლების და ეს მოსახლეობა თბილისში მოდის. აღარაფერს ვამბობ კახეთზე. ამიტომ ეს იქნება არაჩვეულებრივი, რომ თქვათ უფრო ადრე განთავსდეს ქალი, ვიდრე მშობიარობა დაწყებული. მე ზუსტად ვიცი ხოლმე, რომ თუ აქტიურ ფაზაში არ არის, ხანდახან სახლში უშვებენ და იქ უწევთ ლოდინი და ყოველთვის ასე არ არის. ეხლა ჩვენ კლინიკაში მაგალითად ვერ გეტყვით, რომ 10 დღეს მოვათავსებთ, მაგრამ 2 დღე ზოგჯერ 3 დღე ყვავს შორი რეგიონებიდან რო ჩამოდიან და არის წინა სამშობიარო ტკივილები, ეშინია, საყურადღებოა წნევი, აუცილებლად ვტოვებთ. სრულიად უსასყიდლოდ, სრულიად უსასყიდლოდ. ახლა მე რა სპეციალური განყოფილებები გავაკეთოთ, სადაც აი ეს სპეციალური საწოლების რაოდენობა გვექნება. იმის და მიხედვით ვის რამდენი ესეთ რისკის ორს ხე მესამე დონის დაწესებულებს უფრო მეტი უნდა ყავდეთ, მეორე დონის დაწესებულებს უფრო შეიძლება ნაკლები. ეს ცალკე დასათვლელი და ცალკე სტრატეგია მაგაზე გასაწერდა. ყველა საინტერესო რა ვნახე. ესე იგი ეს არც ჩვენ სამშობიაროს არ აქვს. ესე იგი რო ეწერება ქალი ნამშობიარებს, თუნდაც ფიზიოლოგიური აბსოლუტურად ჯანმრთელი იქ ისეთი მოდუსია, რომ ყველას თავისი რუტინა აქვს. ეს იაპონელები იმდენ შრომობენ, არ არის თავისუფალი დრო, რომ 5 წუთი ადრე გამოვედიან, 9 საათით და ან შვილი მიყავს და 1 საათს დავიგო, ეს თემი არ არსებობს. 9-ზე და რო იწყება და 6-ზე რო თავდება, გამორიცხულია, რომ იქ შენ 1 წუთი ამოვაგდო და გამოხვიდე. შესაბამისად ამ ახალგაზრდა გოგონებს მშობლები შეიძლება ვერ ეხმარებიან. ეს ჩვენთან რაც არის ახლა დაგფოფინებენ თავზე მშობლები და დები და ეს ვერ გამოდის ხოლმე გამბავი და რჩება მარტო ახალ ნამშობიარები ქალი, ხშირად მეუღლეც მუშაობს და სულ მარტოა. ასეთ დროს სახელმწიფოს აქვს ესე იგი განსაზღვრული პოსტნატალური მოვლის განყოფილება, სადაც მას შეუძლია მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის დაღლილი და უჭირს თავიდან აი ამ ბავშვის ზრუნველობის აღება, დაბანა, თაცმა, თუდუთიკოება, დაძინება და ასე შემდეგ და უზას თითქმის განმავლობაში სულ ღვიძარე მდგომარეობაში ყოფნა და დაღლილია. საოცრება მოხდა, ახლა ჩვენ ხო გავავუქმოთ ეს ნეონატალური განყოფილება ბავშვების. ნუ გამიგვიდა, მე თქვენ ეს ხო ძველი მოდელია, მე ვთქვი, რომ ეს ახალი ნამშობიარები კი არ არისო.
ეს იმშობლების ბავშვებია, რომლებიც ბრუნდებიან დასასვენებლად. და ამ ბავშვს სულის ნეონატოლოგი და დედას შეუძლია გემრიელად გამოიძინოს, როცა უნდა ბავშვს მიუყვანენ თუთიკვების დროს, აჭმევენ, ასმევენ, არის ჩვეულებრივი საოჯახო ნომრები, არის განსაკუთრებულად თქვა რაღაც ლუქსის ტიპის მომსახურება, არის გენიალური. იმიტომაც არის ეს მონაცემი სამწუხაროდ მარტო ფინანსებზე არ არის დამოკიდებული. იაპონიაში 4%-ია დაადრევი მშობიარობის და ამერიკის შეერთებულ შტატებში 11%. ზუსტად სწორი მოდელის, ხო? ჩვენ ხო არ ვლაპარაკობ აქ ფინანსური ჩადება რამდენია. ანუ სწორად განაწილება ამ ფინანსების და ლოგიკურად. ვინაიდან იმ ასპექტზე მუშაობენ, იგივე ძუძუთიკვება როგორ იქნება სრულფასოვანი თუ დაღლილია დედა და ელემენტარულად ძილი არ აქვს და შესაბამისად ზრუნავენ იმაზე რომ ჯამთელი ახალშობილი ყავს. ანუ შეუწოთ ხელი, ამაზე მეტი ხელშეწყობა რა გინდა? და დაფინანსებაზე როგორ არიან? ესე იგი, არც ერთ კაპიკს არ იხდის მარტო მშობიარობაში კი არა, არაფერში, მაგრამ მარტო სახელმწიფო ბიუჯეტზე კი არ არის ეს. ესე იგი, სახელმწიფო ბიუჯეტი იხდის, რა ითქვათ, საყოველთაო ჯანდაცვა იმის და მიხედვით ეხა რის საშუალება აქვს, ჩვენ ხო გვიხდის რაღაცას, ყველა ასაკობრივ ჯგუფში რაღაცას იხდის. აი, რასაც ის ვერ ავსებს, ამის შემდეგ შევსებას იწყებს დამსაქმებელი, რომელსაც ეუბნებიან, რომ თქვენთვის კერძო სადაზღვევ კომპანია მოამზადებს სპეციალურ პაკეტს და შენი დაწესებულების თანამშრომლებისთვის შენი ყიდე, იმიტომ რომ ის თუ არ იქნება მოავა და ის თუ იქნება ჯამთელი, მაღალ პროდუქციული და იაფად შესანახია და შენ ხავს გამართული მუშახელი. ამიტომ ყიდულობ დაწესებულება კიდე დამატებით რაღაც დაზღვევას და თუ ესეც არ ყოფნის ამ წრის ბოლომდე შესავსებად, ასეთ შემთხვევაში იყენებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. ანუ სამი ნაწილისაგან შედგება თანხა და ადამიანი არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი. მას არ აქვს გადასახდელი არაფერი. და ეს ყველაფერი აქვს მაშინ, თუ ის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ, ასე ვთქვათ, ჩეკაპების ნუსხას ასრულებს. ანუ ადამიანს, რომელსაც დაყოფილია ასაკობრივ ჯგუფებად, ყველა ასაკობრივ ჯგუფს აქვს თავისი ვალდებულება, რომ პროფილაქტიკური გასინჯვა ჩაიდაროს, თუ ამაზე დადის, ის 100%-ით უზრუნველყოფილია ავადმყოფობის დროს. და ამ თუ პროფილაქტიკურ გასინჯვას იტარებს 100 ადამიანი გაესინჯა, 10 შეიძლება დაჭირდეს სტაციონალური მომსახურება, 90 მუდმივად დაცულია ამ პროფილაქტიკის გამო. ანუ მინიმალურს ხარჯავს, ყავს ჯანმრთელი მოსახლეობა, ხანდაზმულებიც კი ისეთი აქტიურები არიან, აი თიკო გაუშვებს ალბათ ამ დღეებში 103 წლის კაცი ისე გვესაუბრებოდა და ისეთ ანალიზს უკეთებდა თავის რეგიონის განვითარებას, ეს გაშიშებული და გარინდებულები უსმენდით, იმიტომ რომ ეს იყო აი ადამიანის მიერ ნაკარნახევი ყოველი ნაბიჯი, როგორ უნდა განავითარო შენ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა. ეს ხო ძალიან საინტერესო. მე ვისურვებდი, რომ ჩვენც აი რაღაცნაირად ვიფიქროთ, მაგრამ ჩვენ ერთად უნდა ვიფიქროთ ამაზე, იმიტომ რომ არასოდეს არ მეჩნია ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს რაღაც მენტორი და რაღაც კარნახობდეს ისეთ რამეს, რის შესრულებას არ შეგვიძლია. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ხართ წინა, ასე ვთქვათ, ხაზზე, თქვენ თუ იმას ვერ შეასრულებთ და ჩვენ დავწერთ, ეს იქნება ძალიან ცუდი. ჩვენ გქონია ხშირად კამათი, მაგრამ აბორტებთან დაკავშირებით როგორ გაამართლა ჩვენ მაცვლილებებმა, ვიცით ალბათ ამის შესახებ, იმიტომ რომ სერიოზული კვლევა ჩატარდა. რაც მე გამოვიარე მაშინ აბორტების ცვლილებებზე, მეგონა რომ ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი, მაგრამ მე ჩატარდა კვლევა და პაციენტის კმაყოფილება და გამოსავლები ხარისხი და გართულებული როცა შეისწავლეს გაეროს მოსახლეობის ფონდი, რომელიც მიალბია იმის რომ დაიცვას აბორტის უფლებები, გადმოვიდა ჩვენ მხარეს, იმიტომ რომ მიხვდა რომ პრინციპში არ იყო ისეთი მტკივნეული აბერაციები გაკეთებული, რომელიც რამეს დააზიანებდა. მაინტერესებს თქვენ რომ გადაწყვეტილების მიმღებები იყოთ. რას გააუმჯობესებთ თქვენ მიმართულებაში? ხო გულწრფელად. ყველა შენიშვნა მიღებულია, ყველა წინადადება მიღებულია, ყველა სურვილი, აი ხა მეც მოვყვევი სურვილები, რომელიც მინდა რომ ძალიან იყოს. ამიტომ ყოველგვარი შელამაზების გარეშე, თქვენ რას იმისათვის რომ თქვენი პროფილი დემოგრაფიული სიტუაცია არის ურთულესი 36,000 მშობიარობა, ეს არის მინიმალური ნიშნული ჩემი 30 წლიანი ამ მიმართულებით მუშაობის პერიოდში. და მე მინდა გითხრათ, რომ აი სულ ფიქრობ, რომ თითოეული თქვენთაგან ისე თქვენ პირდაპირ აი უშუალო შეხებაში ხართ მშობიარებთან, რას გაუკეთებდით? აი რას შემოგთავაზებდით? რა გიფიქრიათ, რომ ესე იყოს, ვთქვათ, აი უფრო უგაცად იქნებოდა საქმე. ეს რომ ესე იყოს, ესე უფრო იქნება საქმე თქვენი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე.
აფერზე ინდივიდუალურად უნდა შეხედო ადამიანს, მაგრამ მე მაგალითად სისტემურად რა შეცვლით? ეს ძალიან საინტერესო თემაა. აი თუნდაც იმას, რომ ყოველი მეორე ან მესამე ბავშვის დაბადებისას რაღაცა თანხას მივაწვდიდი ამ ოჯახს, ამ ბავშვისთვის საჩუქრად. წოთ იმით რომ მშობიარობის განფასებას გავხდით უფრო რეალურს. რეალურს. ეს ამაზე დავჩევდახდით, რომ ეს ალბათ გასაკეთებელია აუცილებლად ყოფნის მომავალში. აბსოლუტურად გეთახვევით. მეორე და მესამე კი არა, პირველზე რატო არა? ხო, პირველზეც რა თქმა უნდა. აი, ყველა გაჩენილ ბავშვზე თუ იქნებოდა საშუალება, რომ ალბათ უკვე ეს რა სერტიფიკატი დახმარება კი არა, მე სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ აი ბევრ ქვეყანას აქვს ესეთი მოდელი, რომ ყოველთვის დახმარება. მაგრამ აქ ხშირად არის ხოლმე ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება სულაც არ გამოიყენონ ბავშვისთვისო და ვაუჩერული სისტემა ხო არ შეიძლება გავაკეთოთ, რომ რა საჭიროებებიც გააჩნია დედას, რომ ის კონდეს მოდბილად. არ მგონია მე ვფიქრობ აი კიდე რამდენი ვიფიქრე ხოლმე ეს თაი ძალიან დიდ შეღავათებს გაუკეთებდი კომუნალურ გადასახადებში, მრავალშვილიან ოჯახებს. ეს იქნებოდა აი თქვა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი. და თვითონ რა პრაქტიკა აქვს ამ მიეპონილებს მაშინ როდესაც აი ამ სისტემის განვითარების დროს ფული არ ყოფნიდათ. რა გააკეთეს? სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს, რომელთა მოღვაწეობის პროცესშიც შესაძლებელია მავნებელი ყოფილიყო მათი ჩარევა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე მაგალითად როცა იყიდება კოკა-კოლა. ის არ არის ჯანმრთელობისთვის სარგებელი, ხო? როცა იყიდება თამბაქო და შენ არ გიგრძელავენ ამ ორგანიზმის დამაზიანებელი, თქვათ, პროდუქტის გაყიდვას. აი ასეთ ბიზნესებს ბევრია ჩამონათვალი, ძალიან ბევრი იყო, ერთ-ერთი ლექცია ამას მიეძღვეს სწორედ. უმატებენ აქციის 15%-ს. და პირდაპირ ეუბნებიან, რომ აი ეს თანხა მიდის ჯანდაცვის განვითარების ბიუჯეტში. ეს უნივერსალური რამაა, ეს არის ესეთი გამოცდილება, რაც პირდაპირ კარნახობენ, აი რა თუ არ გაქვს ფული, საკმარისი, რაც ვერ გამოყოფ ჯანდაცვისთვის, შეიძლება აქედან მიჩევა ფული. აი ესაც ფულის გაჩენის გზასაც გთავაზობენ ხოლმე და შესაძლებელი ხა მე ვერ ვერკვევი ხა ჩვენ კანონმდებლობაში როგორ შეიძლება ეს ჩაჭდეს ან რაღაცას გამოიწვევს ეს ბიზნესში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს გზა მათ გაიარეს და გააკეთეს. თქვენ რას გააკეთებთ კანონმდებლობაში? იცით რა, ასეთი პირდაპირ პასუხი არ მაქვს, უბრალოდ მინდა ესეთი მაგალითი ზოგადად არსებობს უამრავი ქვეყანა, სადაც ძალიან დაბალი სოციალური დონეა, მაგრამ შობადობის მაჩვენებელი კარგია. ამიტომ, რა თქმა უნდა, სოციალურ ფონდთან ეს პირდაპირ კორელაციაშია, მაგრამ არის ბევრი ფაქტორი. მე უბრალოდ გამახსენდა რაღაც მონოგრაფიაზე ვმუშაობდი და სოფი ჟერმენი, ესე იგი ცნობილი მიანი ქალი, ლუდოვიკო მეთექვინეტეს კარზე, რომელმაც მთელი საბრანგეთი შემოიარა სწავლებით, თვითონ შექმნა სამიანო სიმულატორები, ანუ ფანტომი და ასწავლიდა ბებია-ქალებს. რატო? იმიტომ რომ მიანობის პრობლემა და ზოგადად განათლება სულ პრობლემა. და ამ შემთხვევაში იყო რომ ლუდოვიკო მეთექვინეტეს დროს უამრავი დედათა სიკვდილობა და დავარდა შობადობის დონე. და თვითონ მეფის კარზე დადგა საკითხი, რომ გჭირდება რაღაცა იმისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი ბებია-ქალები და ვასწავლოთ მას. და ეს ქალი 20 წლის, ყველაზე უმაღლესი ჯილდო სახელმწიფოებრივი იმ დროისთვის ჰქონდა მოპოვებული და იყო ადამიანი, ვინც ასწავლიდა სამიანო საქმეს ქალებს. და მისი მოღვაწეობით გაიზარდა შობადობა, იმიტომ რომ გახდა უსაფრთხო, გახდა უფრო მშვიდ გარემოში. შემჩნდა საკეისრო კვეთება და ბებია-ქალები მაშინ არც იყო საკეისრო კვეთები, მაშინ მშობიარობაზე იყო ლაპარაკი. მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ დღეს სამწუხაროდ პროფესიონალიზმი ინაცვლება ყოფითი კომფორტით. რაც აუცილებლად მნიშვნელოვანია, ქალი უნდა მშობიარობდეს მაგრამ პროფესიონალების გაზრდა, უსაფრთხოება, რაშიც იგულისხმება დაცულობა პაციენტის. თავის დროზე ალიკო იასონოვიჩი ამბობდა კინტრაე, უნდა დავიცვათ პაციენტები და დაცვა პაციენტების მის მხრივ იგულისხმებოდა არამცოდნე ექიმებისგან. ალბათ განათლება ზოგადად მიანობა ითვლება პატივისცემა ადამიანის სიცოცხლეს გამოხატავს და ამიტომ ამ შემთხვევაში ამასაც აქვს ალბათ დიდი მნიშვნელობა. მაშინ ეს არის მხარდაჭერა ძალიან სერიოზული ბებია-ქალების ინსტიტუტის განვითარებისკენ და ეს უნდა გახდეს ეს სერიოზული პრობლემაა დღეს ჩვენთვის. ბებია-ქალები და ექთნების დეფიციტი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. და მალე მიანების დეფიციტიც იქნება. მიანები, რომელსაც შობიარობა იციან. კი, ნამდვილად შობიარობა იციან და არა მარტო საკეისრო. ზუსტად. ამას ხშირად ამბობენ, რომ არ იციან შობიარობა და თქვენ რო აძალებთ, ამას შეიძლება რისკები შექმნათ. მოგგენიათ.
მიანმა არ იცოდეს მშობიარობა ფიზიოლოგიური და აკეთებდეს მანდოს აკევის როგორც ეს პარადოქსია მინდა გითხრათ. მშობიარობის მართვა არ არის მარტივი. რთულია საკუთრება, ხელოვნება უნდა, ხელოვნება ეს უნდა გითხრათ არა მარტო თქვათ ეს არ არის ხელობა, ხელოვნება ეს არ არის მარტივი. ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი, თქვა ძალიან საინტერესო წინადადებით მოვისმინე, მინდა გითხრათ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ სტუდიაში სტუმრობისთვის. რას ეთყოდით ქალებს აი ამ დღეს და დავიმშვიდობოთ მე ყველა ერთად. რას ურჩევდით ქალებს, რას უსურვებდით ქალებს? ქალებს პირველ რიგში მიულოცავ ამ გაზაფხულის საუკეთესო დღესასწაულებს, დედის დღეს და ქალის დღეს. და ვუსურვებდი, რომ მუდამ გვერდში ყავდეთ ოჯახი, მეგობრები და თანამშრომლები. ძალიან კარგი სურვილები. გავდოვალი თქვენ? ჯანმრთელობას და ბედნიერებას. პირველ რიგში ჯანმრთელობა. ზოგადად პულსის დევიზია ჯანმრთელობის გარეშე ჯანმრთელობა შეიძლება ყველაფერი არ არის, მაგრამ ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერი არაფერი. ზუსტად ასეა. ნამდვილად ასეა და ბედნიერება, ბედნიერი ქალი ყველაფერს შეძლებს. ბედნიერებას თქვენს გარემო და ვუსურვოთ ყველა ქალს, რომ იყოს მისი გარემო, მისი ოჯახი, სამსახური თუ ყოფილი ცხოვრება იყოს სავსე კეთილშობილი და სიკეთის მქონე ადამიანები და იყვნენ ბედნიერები. რაც მე მინდა რომ ყველა ქალი იყოს ძალიან ბედნიერი, არ ფიქრობდეს არაფერზე, მხოლოდ იმაზე რომ იყოს კარგი დედა და გაზარდოს კარგი შვილები ამ ქვეყანას გაუსწორდეს აი დედი ქვეყნისა და თავისი საქმის სიყვარულით. ამავდროულად ჩვენ ამბობ ხოლმე რომ შვილებს ვერაფერს ვერ უსურვებ გარდა იმისა რომ ღვთისმსადიდებლა და ადამიანების საკეთილდღეოდ იცხოვრონ და ამას ვუსურვებ ყველა დედას რომ ყველა შვილი ასე იყოს, მაშინ ქვეყანაც იქნება ძალიან წარმატებული და კარგი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. კიდევ ერთხელ საუბრობთ გილოცავთ აი ამ დღეებს, ისურვებთ ყველა წარმატებას როგორც პირად, ასევე თქვენს არაჩვეულებრივ პროფესიაში. მე კი დავემშვიდობები ჩვენს ტელემაყურებლებს. ყველა ქალბატონს კიდევ ერთხელ ვულოცავ აი ამ მარტის ქალთა დღეებს, იყავით ბედნიერები, ჯანმრთელები და ყოველთვის გონივრული გადაწყვეტილების მიმღებები. გემშვიდობებით საუკეთესო სურვილთ მომავალში ეხოდრამდე ტელეკომპანია პულსის ეთერში. ნახვამდის.